სწორედ ამერიკელი სტრატეგოსები სხვა ქვეყნების ბედით თამაშობენ, ისე იქცევიან თითქოს ეს მართლა თამაში იყოს. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ დიდ გამოწვევებს და ტრაგედიასაც კი. მომეცით ნება წარმოგიდგინოთ მაგალითი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. საქმე არა საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ დაახლოებით 30 წლის წინანდელ იდეას ეხება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გარშემორტყმას გულისხმობს. აქ 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ის ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტაბლიშმენტისთვის მშობლიურია. მე კი როგორც ათასობით სხვა ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობის მოყვარეობა მძლია. მათი ოფისი ჩემს სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეც გამეგება ცოტა. ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას უთხარი, რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს. ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ რამდენჯერადაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიხარულით მე-9 ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღთქინება. მე კი ვიცოდი, რომ ეს გახლდათ სრულიად უპასუხისმგებლო საუბარი, ეს გახლდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახლდათ საშინელება, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი, რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ. იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა: ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. ის გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ. მათ ისიც კი არიციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მით უმეტეს არიციან თბილისი და საქართველო სად არის.